პოლიტიკური ცვლილებები ბრიუსელში გარდაუვალია. ყველაფერი, რასაც ჩვენ ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე ვამბობდით, დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ევროკავშირის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორის მიერ დადასტურებული, დამტკიცებული და მხარდაჭერილი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებების გარეშე ევროკავშირი ცივილიზაციური განადგურების პირას აღმოჩნდება, როგორც ეს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიაშია ნათქვამი. ეს ცივილიზაციური უფსკრული პირველ რიგში იმ ძირითად ევროპულ ღირებულებებს ეხება, რომლებსაც ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს ღიად უგულებელყოფს. ამასთან ღირებულებების უგულებელყოფა არსად გამოვლენილა ისე თვალსაჩინოდ, აშკარად და დამაზიანებლად, როგორც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაში. ძალადობის მხარდაჭერა, ხელისუფლების გარედან შეცვლის მცდელობები, ეროვნული სუვერენიტეტის იგნორირება, ქართველი ხალხის ნებაზე მაღლა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების დაყენება, მშვიდობისა და სტაბილურობის ნაცვლად კონფლიქტის გზის არჩევა, უმრავლესობის მმართველობისადმი უპატივცემლობა, პოლიტიკური უმცირესობის დიქტატის სასარგებლოდ. ეს არის საქართველოსადმი ევროკავშირის დამაზიანებელი მიდგომის აშკარა მახასიათებლები. ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ კავშირი ღრმა, მზარდ და სისტემურ კრიზისამდე მიიყვანა, რამაც გლობალურ გეოპოლიტიკაში ევროკავშირის პოზიციის უპრეცედენტო შესუსტება გამოიწვია. სამწუხაროდ კრიზისზე ბრიუსელის რეაქცია რეალობისგან გაქცევას უფრო ჰგავს, ვიდრე მოქმედების მზაობას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრის კაია კალასის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ ბრიუსელი ვერაცნობიერებს თავისი ცივილიზაციური კრიზისის რეალურ მასშტაბს, რაც ზრდის რისკს, რომ ევროპული კავშირი მხოლოდ სახელით დარჩეს ევროპული. ახლა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ ხმამაღლა გააფრთხილა ევროპის ხალხები მომავალი უფსკრულის შესახებ, ევროპამ უნდა გააცნობიეროს, ვისთვის ისმის ეს განგაშის ზარი. განგაშის მიზეზი ცხადია. ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასცდა ევროპის ხალხების ინტერესებს. გამოსავალი კი ერთია. ევროპის ხელისუფლებებმა უნდა უსმინონ საკუთარ ხალხს და იმოქმედონ მათი ნების შესაბამისად, რათა ევროკავშირს დაუბრუნდეს დემოკრატიული სულისკვეთება, რომლის გარეშეც მისი არსებობა აზრს კარგავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა გაყოფილი, ფორმა დაკარგული და საკუთარ თავთან კონფლიქტში მყოფი, არამედ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა.